1999 წლის 9 აპრილს გამთენისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილება თბილისის ცენტრში პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რომლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 2 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა. Გიორგი წეროძე ამბობთ. ეგრეთ წოდებული ლიხინის ასამბლეამ 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩადებული ნაღმის დეტონაცია გამოიწვია. აფხაზმა სეპარატისტებმა საქართველოსგან გამოყოფა მოითხოვეს. საპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქცირებული მიტინგების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ. ეროვნული დაუმორჩილებლობა და საყოველთაო გაფიცვა ქვეყანაში 4 აპრილს დაიწყო. მომიტინგეთა ნაწილმა რუსთაველზე აფხაზის სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. აფსუა სეპარატისტებმა მოითხოვეს საქართველოსგან გამოყოფა. აი ზუსტად მაგ აფხაზეთის მდგომარეობას მოყვა 4 აპრილის აქციების დაწყება თბილისში, რომლის მიზანი იყო ის, რომელიც შემდეგ გადაეზარდა საბჭოთა კავშირიდან გასვლის მოთხოვნით. აქციას მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი მხარს უჭერდა. საბჭოთა ხელისუფლებამ დედაქალაქში სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა მოსკოვს დამხმარი ძალების გამოგზავნა და ქვეყანაში წესრიგის აღდგენა თხოვა. ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, ეტაპობრივად ნელ-ნელა ვითარდებოდა მუხტი საზოგადოებაში, ეროვნული მუხტი საბდებოდა და საბოლოო ჯამში საქართველოს მივიდა იქამდე, რასაც თავისუფლება. საბჭოთა დანაყოფებმა მოქალაქეებზე შტურმი მიიტანეს. ჯავშან ტექნიკის, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის გარდა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ლაკრიმატორები, სიესი და ჩერია მუხა გამოიყენეს, რამაც მოგვიანებით არაერთი ადამიანი დაასნეულა. ტანკერმა გაიარეს შემოგატანა და პირველი დარტყმა აღმოსავლეთის მხრიდან მიაყენეს სწოლიარე ბავშვებს. გოგუები ისინი ჩახოცეს. ნიჩფებით გადმოვიდნენ უკვე შეტევას და შეიქმნა ერთი ვაიუბედურობა. გავსილი იყო მოედანი დაჭილ დახოცილებით და კრეფდნენ მათ. ყრიდან ბალაგანში. რა ქვია იმას. მანქანებში ყრიდან ასია, შეჩასავით ყრიდან და მიქონდათ. მოვიდოდა მანქანა კიდე და კიდე. მიქონდათ ეს დაჭილები და მერე გავარდა ხმა რომ ყრიან რო გდრებს რო წყალში ყრიან. 4-9 აპრილის ეროვნული დაუმორჩილებლობისა და საყოველთაო გაფიცვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. სწორედ ამ მოვლენამ დაუდო საფუძველი ეროვნული ძალების გაერთიანებას და ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამ შემთხვევიდან რამდენიმე თვეში 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში საბჭოთა არმიის მიერ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მიტინგის დარბევისას მოკლული იქნა 107 ადამიანი. სამი კვირის თავზე ვილნიუსში 14 მოკლული და 600 დაჭრილი. სისხლიანი კონტროლით კრემლმა ვერ მოახერხა კავშირის შენარჩუნება. 1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირი 15 დამოუკიდებელ რესპუბლიკად დაიშალა.